სხვა გზა არ არის, ფული უკვე გადახდილი მექნება და აი მაინტერესებს, თუ სამი კვერცხით ხარ წარმოდგენილი, ემზადები? გადაწყვეტილება რაღაცნაირად ჩემთვისაც სპონტანური იყო, როდესაც თქვი რომ მინდა სცენა. ჩემთვისაც. ხო და მე მინდა რომ ჩემი თავი მომწონდეს. და ადამიანების ცხოვრება უნდა შეცვალო. აბა გამარჯობა. გამარჯობა. ესე იგი ამ ამპლუაში პირველად ვარ. პირველად და აწ მგონი ხშირად. კარგი, ჯერ გითხავ როგორ ხარ? მეტად რომელს უფრო გშია. დღეს რა ჭამე? კვერცხის ამწარი. всё? ვერ მოვასწრე დილიდან გასული ვიყავი. კარგი და მიზანი რა გაქვს? რისთვის ემზადებ? ვემზადები? აი მაინტერესებს, თუ სამი კვერცხით ხარ წარმოდგენილი, ემზადები? გზაში ჩამოვხალიბდები. მთელი არსიც ეგ არის, რომ ანუ რაღაცა ვემზადები თემა არ მაქვს. კარგი, მოდი, მაშინ მე მინდა რომ თან რაღაცნაირად შენი მსმენელებიც გავარკვიოთ, რას აპირებ და რა ხდება და აქ რა გვინდა? ხო, ყველაფერზე მკითხავ და მოდი თანმიმდევრულად გავყვები. იმედია ჩემში ეჭვერგებარება. ჩამჭრელ კითხავს არ. არა, ზოგადად მე ანუ მეც მინდა გავერკვე და იგივენაირად შენი მსმენელიც, იმიტომ რომ გადაწყვეტილება რაღაცნაირად ჩემთვისაც სპონტანური იყო, როდესაც თქვი რომ მინდა სცენა. ჩემთვისაც. ხო და მოდი აბა ასე გკითხავ. შენი მიზანი არის MPC-ის სცენა? არის? კი. როდის მიიღე ეს გადაწყვეტილება და მიზანი რა გაქვს? და მე ამაზე კიდევ ეხლა რა თვეა? ეხლა არის მარტი 26. თებერვლის ბოლოს. თებერვლის ბოლოს მიიღე გადაწყვეტილება. ივნისში არის პირველი შეჯიბრი. კი, 12-დან 12-14-ად ვაცდებ. კარგი, მოდი ესე გეტყვი, რომ ნუ ეხლა ზოგადად სცენა რომ მარტივი არ არის, ეგ იცი. კი. მაგრამ შენი მიზანი არის რომ ანუ ნახე პრიორიტეტები ავიღოთ. პრიორიტეტში გაქვს რომ დადგეს სცენაზე, საჯებს მოეწონო, საპრიზო ადგილზე გახვიდე თუ ზოგადად სცენაზე იდგე ისეთი გოგო, რომელიც უფრო შენს მომხმარებელს მოეწონება და საზოგადოებისთვის უფრო მისაღები ვიზუალით იქნება. მესამე თუც უნდა გქონდეს მანდ. მესამე რომელი აქ შენ მიკითხარი? ზოგადად ადამიანების აზრი მნიშვნელოვანი კი არის, მაგრამ დიდი ხანია ცოტა გავიზარდე მაგ მიმართულებით და პირველ რიგში ჩემი აზრი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე სხვის. ანუ სარკეში გინდა დაინახო ის გოგო, რომელიც შენ გინდა? კარგი, და აი სათხიდან მანდ მოდი ესე შევხედოთ სცენა, მომხმარებელი, სარკე. სადღაც რო გააერთიანო, ანუ შენი აზრით როგორ უნდა გამოიყურებოდე მაგისთვის? კაი. ცოტა შორდა რო დავიწყოთ შეიძლება? თუდიდან ძალიან შორდა. მაგრამ რეალურად ესე საჯაროდ არ მისაუბრია არავისთან და ყველაფერი მოდის სომხეთში რო ვიყავით ჩემპიონატზე იქიდან. და არ ვიცი ხა ჩემი გამომწერები კი ძალიან აქტიური ვარ და თითქოს ყველაფერს უზიარებ, მაგრამ აქ რა ხდება არიციან. და რეალურად აი სომხეთის ჩემპიონატიდან იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ვემზადებოდი იმ მენტალური მდგომარეობისთვის, რა მდგომარეობაშიც ახლა ვარ. მე ხარ ამ მდგომარეობაში? 7. მაგიტომაც არის რომ თავიდან რომ მითხარი რომ აი ემზადები, ანუ საერთოდ არ აღვიქვა რომ ემზადები. ანუ უბრალოდ ვიცი რომ რაღაც მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილო, მან ცოტა ხნის წინ გავიჭედე კიდეც, მაგრამ ნუ მაგასაც მივყვებით რა, მაგას ყველაფერს მოვყვები. რეალურად სომხეთის ჩემპიონატზე რაც მოხდა, მაშინ შენ პოსტი დადე თუ rilsi დადე, ცოტა გულდაწყვეტილიც იყავი გახსოვს, რომ აი რაღაცა სიმშრალე დაიწუნეს ესე და მაშინ ჩვენ შორის მოხდა შეთანხმება, რაღაცნაირად გული მეც დამწყდა. იმიტომ რომ ესე მithumetes ახლა რუსი ბიკინები რო ჩამოდიან და იმით გვერდზე რო პირველივე შეჯიბრზე მეოთხე ადგილზე გადიხარ, ესე იგი თქვა ცუდი ფორმა არ გაქვს ხო და არ ცუდი გენეტიკური მაჩვენებლები. მე-5, მე-6 ან საერთოდ ხუთეულშიც რო არ მოხვდა, ეგ მესმის, მაგრამ მეოთხე ადგილი საკმაოდ კარგი არის პირველი შედეგისთვის რა, ჩემი აზრით, ხო და. ხო, იქიდან ხო. და იქიდან რომ ჩამოვედით რაღაცნაირი მთელი მზადებას თუ გახსოვს, სულ ის მქონდა, რომ ახლა მინდა სოციალში სხვა სპორტსმენებს უყურებდი და სულ გეუბნებოდი, რომ აი სიმშრალე მაკლია და ის სულ ერთმანეთთან ჭიდილში ვიყავი რა და რადგან ჩემთვის პირველი მზადება იყო, შენი პასუხი იყო, რომ აი მე მენდე ბიკინი არ უნდა იყოს ესეთი მშრალი. საბოლოო ჯამში ხო რეალურად ბიკინის მზადება ჩემთვის ხო საერთოდ бодიბილდინგი პირველად ხდებოდა ცხოვრებაში და შენთვისაც პირველი იყო, ხო? ანუ რაღაცნაირად ჩემზე გავიარეთ გოგოს სასცენო მზადება, ხო? ეგ პრაქტიკა და გამოსვლება ჩემზე მივიღეთ, ხო და
მე უკვე გავიგეთ, რომ რეალურად სცენაზე გოგონების უმრავლესობა როგორიც აღმოჩნდება რა კონდიციაში, ხო? ანუ 10-დან თუ 8 ძალიან მშრალია, ესე იგი იმ კონკრეტულ შეჯიბრზე იმ სიმშრალეს მიენიჭება იმ უპირატესობას. თუ 10-დან 8 არ არის ძალიან მშრალი და მარტო 2 არის მშრალი, მაშინ იმ დარჩენილი უმრავლესობით მიიღებენ გადაწყვეტილებას რა. ფაქტი ეგეც არის. შეიძლება ცუდი, მაგრამ ნუ ეგ არის. მაგრამ ნუ სტანდარტი კი ერთია, რომ ბიკინის ისეთი სიმშრალე არ მოეთხოვება, მაგრამ რამდენ შეჯიბრზე ვართ უკვე ნამყოფი, სადაც ან მე გავედი, ან მე არ ვიყავი, მაგრამ გოგონებს უყურებდი, ხო? ყოველ ჯერზე საჯების მხრიდან მაინც იცვლება ეგ მიდგომა რა და გადამწყვეტი არის გოგონების აბსოლუტური უმრავლესობა რა კონდიციაში არის იმ კონკრეტულ შეჯიბრზე. ხო, მაგითო გეკითხები ზუსტად ხომ ანუ ხო და წარმოდგენა არ გაქვს, არც შენ, არც მე და ვერავის ვერ ექნება, როგორი ბიკინები. ხო, დადგები. ამიტომ შენი მოლოდინი და წინასწარი განწყობა არის ის, რომ საჯებს უნდა მოაწონო. აი პროცენტულად რა ვიღოთ, 50% გინდა რომ საჯებს მოაწონო თავი, 50% შენ აი როგორ დაალაგებდი იმ სამი მოცემულობიდან, რაც შენ მითხარი, მომხმარებელი მსაჯის არკე. თავიდან რომ გადავწყვიტე თებერვალში სცენაზე ასვლა, მსმენელებმა მინდა იცოდნენ, რომ საერთოდ გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს სპორტი მორჩა დასრულდა ჩემს ცხოვრებაში. არანაირი მზადების, არანაირი სცენისთვის საჭირო შესაბამისი კუნთების ჯგუფის გაზრდის პერიოდი არ მქონია. პირიქით, ნუ არ დავმალა ამ სივრცეშიც და ყველა მიცის, რომ 1 წლის წინ კერდი გავიკეთე, 6 თვე რეაბილიტაციის პერიოდი მქონდა, შემდეგ ბინა გავყიდე, რემონტი გავაკეთე და ვარჯიში დავიწყე წინა წლის ნოემბერში. ხო, რაღაცა ეგ პერიოდი, სექტემბერი-ოქტომბრიდან მოყოლებული, ხო? უფრო აგვისტოში დავიწყეთ. ხო, შვებულებიდან რომ დაუბრუნდით, ხო, აი ეგ პერიოდი. ანუ ეს სასცენო მასის მზადების პერიოდი არ მქონია. უბრალოდ რაღაცა დრო და გარემოება მოიტანა ისე, რომ ჩემი გონებრივი დამოკიდებულება ვარჯიშების და ეს დამოკიდებულება ვიმეორებ სომხეთის პერიოდიდან მოყოლებული მოდის. ანუ ჩემს თავზე სულ მუშაობდი, თუნდაც ის რომ კომფორტის ზონას გავცდენოდი, თუნდაც ის რომ საკვების მიმართ მე ბოლო ჩემპიონატმა ძალიან სერიოზული კვებითაშლილობა დამიტოვა და აი ის რასაც შენ თუნდაც ლექციებზე კი ხუმრობით ამბობ ხოლმე, მაგრამ სულაც არ არის ხო რეალურად ცხოვრებაში რო გადაგაქვს სასაცილო რომ 5 პონჩიკს რო ყიდულობ და სახში რომ მიგაქ და გზაში იმაზე ნერვიულობ რომ სუპერმარკეტში კიდე 20 დარჩა. ნუ ეგ პერიოდი და რეალურად მიზანიც ხლა მანდ მივდივარ, რომ ეგ არის რა. საერთოდ არ მაინტერესებს აღარ ვარ რაღაცა იმ შეიძლება ესეთ ნათქვამია რა, აღარც ასაკიმაძლევს მაგის იმას, არც ის ქვეყანა სადაც ცხოვრობთ, მაგის პრეტენზიის ქონის საფუძველს არ ვიცი. მე ესე ვფიქრობ, რომ აუ პირველ და მეორე ადგილზე გავიდე და აი ადამიანებიც ახლა ჩემი გულშემატკივრები რომ იწერენ, აუ ოქრო შენია და მედალი, ანუ გადავლახე ეგ. მქონდა 3 წლის წინ პრეტენზიაც რომ ოქრო მქონოდა და მედალი მქონოდა და რა ოქრო და მედალიც მინდოდა ეგ მოვიპოვე. ეგ იყო ერთადერთი მედალი, რომელიც ერთადერთხელ მინდოდა რომ მოვეპოვებინა და ვინც თვალს გვადევნებდა, კი იცის რომ ასეთი საქართველოს ჩემპიონატი მგონი იმის მერე აღარ ჩატარებულა, იმიტომ რომ სცენაზე ვიყავიდეთი 2 გზის, 3 გზის საქართველოს ჩემპიონების გვერდზე და საერთოდ ჩემ დიდი პატივისცემა იმ გოგონებს და საერთოდ ვერც კი ვიოცნებებდი, ანუ მე და მარიკო რა დაგვასახელეს, ანუ სად მე და სად მარიკო ხო ხვდები, მაგრამ ნუ სადღაც ხო, სწორად წავიყვანე რაღაცაები რა. მაგრამ ეს ყველაფერი გადავლახე და ეხლა ჩემი მიზანი არის ის, რომ რეალურად ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ცხოვრების სტილის მიმართ, ჩემი დამოკიდებულება კვების მიმართ, ჩემი დამოკიდებულება ვარჯიშების მიმართ, საბოლოოდ ჩამოვაყალიბო ისეთად, როგორც მინდა ვიყო მთელი ცხოვრება. და ამ ყველაფერთან დაკავშირებული იყო ჩემი ვიზუალიც. თუნდაც სიმშრალის თვალსაზრისით. კარგი. ეხლა მაინც ნახე ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ მე რაც მინდა იმაზე არ მიპასუხე. ანუ სცენაზე გადიხარ, მსაჯს მოეწონო, პროცენტულობა მითხარი. ანუ შენი მიზანი რა არის? უფრო მეტად რომ მე მომწონდეს ჩემი თავი. ოკეი. ფოტოებს, ვიდეოებს, ან იმ დღეს, აი უკვე რომ გავიგრიმები მაკიაჟს, გავიკეთებ, კოსტუმს ჩავიცმევ, სარკაშიო ჩავიხედები, მე მინდა რომ ჩემი თავი მომწონდეს. და თუ არ მოგეწონა შენი თავი, მან რა შეიძლება? ნუ სხვა გზა არ არის, ფული უკვე გადაღდილი მექნება და. მაგრამ ეგ წინასწარ მეცოდინება, ეს ფული კი წინასწარ უკვე მაინც გადაღდილი მექნება, მაგრამ სცენაზე მაინც საყო. შენი აზრით მეთანხმები იმაში, რომ ჩვენ რაღაცაზე შეთანხმებული ვართ, რომ რაღაცა კუნთის ჯგუფი გაკლია. ნუ ფიზიკურად ვერ მოესწრო, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ
როგორც შენ თქვი, შენი ვარჯიშის სისტემა არ იყო აწყობილი ისე, რომ არ იქადა ბიკინის ვიზუალს რა ჭირდება. ანუ გადასული იყავი მხოლოდ და მხოლოდ იმ სავარჯიშო სისტემაზე, მათ შორის კრივი ქონდა ჩართული კვირაში 5 დღე პლუს სხვა ვარჯიშები ქონდა. უბრალოდ ფიზიკურად აქტიური ადამიანი მინდოდა რომ ყოფილიყავი და არა სასცენო. და სცენისთვის რაც დიდი დოზით ჭირდება ბიკინის, ის საჯდომის კონტი. ხო. მეთანხმები რომ კი, გაილია, ფაქტიურად გაილია კი არა, ჩათი დატოვა. იმიტომ რომ ამ სიმშრალეს ბუნებრივად გენეტიკურად მე საჯდომის კუნთები არ მაქვს, რაც მაქვს ის ჩემი შრომის შედეგი არის. გენეტიკურად რაც მაქვს ეს არის ზედატანი, მით უმეტეს მიყვარს ძალიან მეზიზღება საჯდომის ვარჯიშები და ყოველთვის ვცდილობდი რომ თავი ამერიდებინა. აქედან გამომდინარე შედეგიც სახეზეა და შრობა კიდე რა თქმა უნდა პირველ რიგში ურტყავს იმ კუნთებს, რომელიც გენეტიკურად არ გვაქვს. კარგი. ახლა მიწევს რაღაცების შეცვლა, იმიტომ რომ მე კი მინდა რომ ჩემი თავი მომწონდეს პირველ რიგში და ჩემით ვიყო კმაყოფილი, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ცოტა ისე ვარ, აი არც პრეტენზია მაქვს, არც ნერვი არ მაქვს, ახლა იქ ვიღაცა რუსეთიდან ჩამოვა, ვიღაცა რავი ბრაზილიდან. არა, მე ვერ ვიფიქრებ, იცი, ახლა შენ დიდი გაალაითო, მაგრამ სცენაზე როცა დგები, უყურე, შენ არ გაქვს პრეტენზია ერთია, მაგრამ აქ უკვე მე მაქვს პრეტენზია. და რატომ გეტყვი? შენ ხარ სკოლის სახე. სკოლის პედაგოგი, სკოლის თანადამფუძნებელი, რაღაცა იქ საავტორო შენი კურსი გაქვს. გინდა სცენაზე დადგე, პასუხისგებლობებს გტენი ნელა. ნუ ეგრეა. სცენაზე რო დადგები, არ უნდა დადგე სცენაზე ისეთი, რომ ვაიმე, ამან რა უნდა მასწავლოს. მიხდი? შესაბამისად, თუ სცენაზე დგები, საჯდომი უნდა იყოს. ვიზუალი მაგრამ თვენახევარში როგორ უნდა გავზარდო საჯდომი? თვენახევარი არა, რეალურად შენ გაქვს ივნისამდე 2 თვე და 10 დღე. მაგრამ მასისაკრეფო არ მინდა. მასისაკრეფო რო არ გინდა გასაგებია, მაგრამ რაღაცები მაინც უნდა გავაკეთოთ. ანუ ცოტა რაღაცა დატვირთვა კრივიდან უნდა მოხსნა, ხო? ნუ ფაქტია, რომ ერთი კვირა აი ყველაფერი ჩავხსენით, მაგრამ ეხლა შენ რო გქონდა კვირაში 3 დღე კრივის მერე ვარჯიშობდი ზურგი, დელტები, ისა და ანუ გამოგდიოდა ფაქტურად კვირაში 5 დღე. 7 დღე ვარჯიშობდი კვირაში რეალურად. ხო და აქედან 5 დღე ზედატანზე აქცენტი გამოგდიოდა. ქვედა ხო შევცვალეთ. როგორ შევცვალეთ? ხო, ნუ შევცვალეთ. კრივი დარჩა, დანარჩენი, ანუ საჯდომი ფეხის ნაწილს ემოშევთ. ნახოთ, ეხლა აქ ყველაფერი უკვე დამოკიდებული არის, ანუ მექანიკური დაძაბულობა რამდენი იქნება საჯდომზე და პლუს საკვებიდან რაც მიიღებ, უფრო ნახშირწყალზე მაქვს ამ შემთხვევაში აქცენტი. მე ვფიქრობ, რომ აქვე არის ეგ ბარიერი გადასალახი, ის რაზე ჩვენ საუბრობთ, რომ სცენიდან რო ჩამოხვალ, ხო, ეგ კიდე მეორე მიზანია. არ გინდა ეცე საჭმელს. მე ვფიქრობ, რომ აქ იწყება ზუსტად ეს წერტილი, რომ ანუ ზომიერება სად არის და რა ჭირდება შენ ორგანიზმს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ამას ვასწავლით და შენ ხო ამას ღაღადებ სულ, რომ ადამიანებმა არ იცხოვრონ შიში, არ ქონდეთ რომელიმე მაკრონუტრიენტის შიში და მოირგონ საკუთარ სხეულზე. აი აქ მე ვხედავ ხოლმე მე და შენ თუ რამეზე ვკამათობთ პროფესიული თვალსაზრისით არის ეს, რომ მე ვხედავ შენში შიშს, უსაფუძვლო შიშს, კონკრეტული მაკრონუტრიენტის მიმართ, რომელიც შენს ორგანიზმს დიდი დოზირებით ჭირდება რეალურად და დიდი დოზირებით მოიხმარს. და მე თუ აქვე არ დავინახე ის მომენტი, რომ შენ ეს შიში გადალახე, ვფიქრობ, რომ სცენის მერე უბრალოდ შეიძლება კისერზე რამე მოგაბა, სადმე მიგაბა და მოგიგდო ბრინჯი და ქათამი. არა, ბრინჯს და ქათამს შევჭამ. ზუსტად ეგ არის, ეგ მაგაზე არ დაგვიწყე საუბარი, რაც შენ შეხერა. ერთი არის რომ სცენა და თავიდან თებერვალში რომ თქვი რომ სცენაზე ავალ თქო. რეალურად აი ამ ჩემი რაღაც იქნა გამომდინარე გადავწყვიტე, მაგრამ ეხლა ბოლო პერიოდი, თუნდაც აი შენს გამო, წამომივიდა ის რომ ხომ თლად ისეთ ფორმაში ვიდგე სცენაზე, რომ ვიღაცამ თუნდაც აუმათვალმა ჩემმა გამომწერმა, აი, ხო ხვდები, ყველა სხვადასხვა იმით მიგიყვება. ვიღაცამ თქვას რომ აი მე ისე რა არის. მე უფრო პასუხისგებლობას დავარქნდი ამას. ანუ ავითვალე აქ, ხო, ავითვალე ნაკლებად უნდა გვაინტერესებდეს თუ ასახავს. ხო, თად მოკლედ სულ ფორმაშიც არ მინდა რომ დავდგე, მაგიტომაც არის, ნუ უბრალოდ კრივზე უარს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან შემიყვარდა და ამიტომ ზედატანელს ვარჯიშები ცოტა ხანი ჩავთიშე და დავადოთ პრიორიტეტად საჯდომი და ფეხი ლაითით. მე გეტყვი აი ესეთ რაღაცას. მე მინდა რომ ცოტა ხო, მოდი ვთქვათ პრაქტიკაც რო გავიხსენოთ, მე მინდა რომ სცენაზე იდგეს ლამაზი გოგო. მეც ეგ მინდა. რომელსაც მე გინდა ფიტნეს ბიკინი დავარქვათ და გინდა ფიტნეს ტლიკინი.
და ამისთვის რაღაცებში ალბათ ცოტა უნდა დამიჯერო. თან გიჯერებ, ხო გიჯერებ. ხო, ნელა დაიწყე. ნელა დავიწყე. კარგი, მოდი ახლა ამ წამოწყებაზეც რა მინდა რომ ორი სიტყვით იმას დავამატებ რა, იქ წერამას რასაც შეეხე. აი რეალურად ბოლო ჩემპიონატის მერე ველოდები, აი ხომ მქონდა გადაწყვეტილი რომ სცენა დასრულდა ჩემს პარკში, მაგრამ შინაგანად სულ ჭამდა. აი სულ მინდოდა რომ კიდე ერთხელ რეალურად მაშინაც ის რაც დამემართა, ხო? რავი, ერთ თვეში 20 კილო მოვიმატე. ხალხი ქუჩაში არ გამესალმებოდა, ვერ მცნობდნენ და აი წყდა It's me, Jessica. ეგ ვიყავი. მართლა არ მესალმებოდნენ. ვიცი ხო? აი იმის მერე სულ ბრძოლა მქონდა რა, თუნდაც საკვების მიმართ, თუნდაც ვარჯიშების მიმართ და აი სულ შინაგანად მქონდა რომ რეალურად მაშინაც რატომაც დამემართა ეს ყველაფერი რომ ბაჩას არ დავუჩერე. ანუ ძალიან ცუდ კვებაზე ვიყავი, აი სომხეთში რომ დამიწუნეს სიმშრალის გამო თითქოს გონებაში ჩავიდე რომ აი ახლა მე ისე გამოვშრები რომ აი და გამოვშრი, მაგრამ ამ გამოშრობას მივაყოლე მთელი ჯანმრთელობა, ხო? ხო და ეხლა მინდა რომ აი გამოვცადო აქ რამდენად გავიზარდე, თუნდაც მუცლის მონა რო არა ვარ, ეგ საკუთარ თავს დავუმტკიცო და მარტო ჩემს თავს არა ახლა აი TikTok-ზე, Instagram-ზე ძალიან ბევრი ბიკინის გოგოს უყურებ რა და ზოგადად სოციალში რო უყურებ, კვებითი აშლილობის უმეტესი მატარებლები არიან ნუტრიციოლოგები, დიეტოლოგები, ენდოკრინოლოგები და ბოდიბილდერები. ძალიან ბევრი და მით უმეტეს ეს გოგონები აი ძალიან ებრძვიან ამ ყველაფერს, აი ძალიან ბევრს დაემართა კვებითი აშლილობა და აი რაღაცა მინდა ჩემ თავს მივცე შესაძლებლობა კიდევ ერთხელ, არა ორჯერ, სექტემბერშიც გავდივარ. კიდევ ორჯერ მივცე ჩემს თავს შესაძლებლობა რომ შენს გადალახე, შენს შეგიძლია და მართლა სცენდა რომ ჩამოვა, რავი, ძალიან მიყვარს ბრინჯი და კაცამი, მართლა ძალიან მიყვარს. არა, ხო, მე თუ მკითხავ ზოგადად ახლა შეიძლება კატეგორიები რაც ჩამოთვალე ხალხის. დიდწილად ეს არის ფსიქოლოგიური ბარიერები და რა სადღაც არის ისიც რომ დაიჯერა უმეტესობამ კვებითი აშლილობა აქვს. არა, უბრალოდ მოდი ესე ვთქვათ, რომ ადამიანებს უყვართ გემრიელი საჭმელი. ნებისმიერ ადამიანს უყვარს და გემოვნ ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. შენ, როდესაც გადაწყვეტ რომ რაღაცისთვის ემზადები და თუ მათ შორის იგივე ის ბრინჯი და ქათამი და ბრინჯი თქვათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა, რაც უნდა ვისაუბროთ ამილოპექტინის გამო ძალიან მნიშვნელოვანია. მაგ საკითხებზე შემდეგ ჩვენს აწ YouTube არხზე ხო და რაღაცებს ვიტყვით. ეს ბრინჯი ძალიან გემრიელით მზადდება, ქათამიც ძალიან გემრიელი მზადდება, მრავალფეროვნებაში, ანუ ფერთა გამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? ჩემთვის თამით მოდის. სხვათა შორის გამომწერებიც ამჩნევენ. აი წინა შრობიდან ვინც მიყურებს, ხო? მაშინ მართლა ბრინჯი კიტრი და ფილე მქონდა. მარტო ბრინჯი კიტრი, ფილე, მეტი არაფერი და ეხლა, ნუ არ ვიცი, ყველა ამჩნევს ალბათ და რეცეპტებსაც ვაზიარებ და იმ რეცეპტებს მართლა მევჭამ. ანუ ტყუილის გემრიელესია. ნუ ეხლა ეგ არის ზუსტად. და ეხლა სხვებზე მეცინება რო ასაჯაროებენ, რომ აი ბრინჯი ფილე დავიღალეთ რა ძნელია. არ ვარ მარტო ბრინჯზე და ფილეზე. ხო, კარგი, მოდი ზოგადად მე კითხავ, ხა ეს იდეა საიდან გაგიჩნდა, რომ YouTube-ის მიმართულებით, ხო? იმიტომ რომ პრაქტიკა არ გაქვს ამ ყველაფრის. ხო, ნუ არ არის. არც არაფრის არასდროს არ მქონდა, რაც კი რამე დამიწყია, მაგრამ ყველაფერი სწავლებადია. ხო და ან მიზანი რა გაქვს, რატო აკეთებ, ანუ ინსპირაცია რა იყო, აი ზოგადად რატო? ის სოციქსელები, სადაც ვაქტიურობ, არის დროშის შეზღუდული. არის ჰუკებზე, სპეცეფექტებზე, აი ძალიან ბევრ რაღაცაზე დამოკიდებული. აი წუთსა და მაქსიმუმ 15 წამს არ უნდა გასდეს, რომ გავარდეს, რომ შენივე გამომწერებს მიაწოდოს ფიდმა ინფორმაცია, არა თუ ახალი გამომწერები მიიზიდოს, მიხვდი? და YouTube ეს არის არხი, სადაც ადამიანმა იცის, აი ვისაც შენ აინტერესებს, შენ რას ინფორმაციას გასცა, მე გაინტერესებს. მაგისთვის არის YouTube, იცის რომ ნათიას აქვს არხი და საღამოს სახლში მივა სადილს მოიმზადებს, დაждდება მოგისმენს. იქ არ გჭირდება არც ეს რაღაცა მარკეტინგული ხრიკები, რომ სმენელი მოიზიდო. მე და შენ იდეაში ექსპრომტად წერთ რა, იმიტომ რომ რაღაცა მზადება წინასწარი არ ხონია. ზოგადად რა ტიპის ინფორმაცია გექნება, რა ტიპის ვიდეოები გექნება, რა კონტენტს ფიქრობ, ანუ მეც რო საქმის კურსში ჩამაყენო, იმიტომ რომ სამსახური არ დავკარგო. მართლა იცი. აი ეს მოვედი კამერით და დაჭექი ვიდეოს ვიღებ. ანუ მზაობა მეც გქონდეს, იმიტომ რომ რაღაცები შეიძლება
გვერდი მარტო ჩემი არ იქნება, იმიტომ რომ გვინდა რაღაცნაირად ისე ვართ, რომ ჩემი შენი და ეს ყველაფერი ერთი მთლიანობაა. მე მინდა რომ ეს ყველაფერი ამ არხზე გავაერთიანო. არხს კი ჯიმამის სახელი ერქმევა, მაგრამ ჯიმამისთან ასოცირდება ბაჩოც, სამწვრთნელო სკოლაც და ყველა ის ინფორმაცია, რაზეც მე და შენ ვმუშაობთ. იქნება ვიდეოები, სადაც მარტო მე ვიქნები, პატარა შორტკათები, სამოტივაციო, ასე შემდეგ, იქნება ჩვეულებრივი სალექციო კურსები და მე უკვე დროთა განმავლობაში გვიჩვენებს არხი როგორ განვითარდება და თუნდაც მინდა ის რომ უკვე ონლაინ სემინარების გაკეთება შევძლოთ, თუნდაც მაგალითად პეპტიდებზე ახლა ამხელა ინტერესი რო არის, ხო? ჩვეულებრივ რაღაცა ონლაინ შევქმნით იმას, სადაც ადამიანები იყიდიან მაგალითად 2 საათიან სემინარს რაღაცას და გაესწრებიან იქ. აი ეს ყველაფერი მინდა რომ ამ სივრცეში გავაერთიანო მართლა იმ ადამიანებისათვის, ვინც აუ ნახშირწყალი კარგია თუ ცუდია, ეგ კი არ აინტერესებთ. ანუ მართლა ეს სფერო უნდათ რომ სიღრმისეულად მიიღონ და ვინც შენგენდობიან. ანუ ვიღაც ჯემალასგან კი არ უნდათ ინფორმაცია რომ მიიღონ. ასეთი ჯემალა მაგალითად. მაყვალა მაშინ. აი ჩვენგან უნდა, შენგან, ჩემგან და ამისგან. ეგ არის მიზანი. ნახოთ, დრო გვიჩვენებს. იქნება თეორიული ვიდეოებიც, იქნება, რადგან ახლა სასწავლო მზადება არის, ვარჯიშებიც გვექნება, განსხვავებული ვარჯიშების ვიდეოებსაც შევთავაზებთ. მოკლედ, საკმაოდ მრავალფეროვნები რა, მრავალფეროვანი. ოკეი. სპორტ დარბაზიდანაც და ამ სივრციდანაც. ამ სივრცესაც გავალამაზებთ. კარგი. ხალხის განათება. ეხლა არაფერი არ გვაქვს, ეხლა ჩვენი სკოლის შენობაში ვზივართ ისე. ეხლა გვაქვს შამპანიური გავა. დიდი იმედი მაქვს, რომ ნუ ეხლა ამ პირველ ვიდეოს ნახავენ მხოლოდ ჩვენი გამომწერები, უმრავლესობა ალბათ, იმედიაც ნახავენ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ისინიც მიიღებენ მონაწილეობას, რომ ეს არხი უფრო ესაკას გავარდეს ქსელში. ინფორმაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი ხა მე და ტატო რასაც ვაკეთებთ ხოლმე რა, რამხელა პაუზა გვაქვს ხა და ვერც ტატო მოიცავა, ვერც მე, ანუ ძალიან ბევრისთვის ამხელა ინფორმაცია გავაცით. მანამდე ჩემამდე ტატო ვაკეთებდა ამას ყველაფერს, მე ერთად და ანუ ეს არის რეალურად უანგაროდ გაკეთებული ზღვა ინფორმაცია, ხო? და მეც თუ მკითხავ, საქართველოში დღევანდელი რეალობა ეგ არის, ხვალდაზე რა იქნება მე არ ვიცი, მაგრამ ეს არის უანგაროდ გაცემული ცოდნა, რომელმაც შეიძლება სკოლის ნაწილში რაღაცა ბიზნესის თვალსაზრისით შემოსავალი მოგიტანოს, მაგრამ ძირითადი არის ის, რომ შენ ამისგან არაფერს არ ელოდები, გარდა იმისა, რომ ადამიანების ცხოვრება უნდა შეცვალო. და ამისთვის უნდა იყო მზად. კი. მთელი ჩემი სოციალურ აქტიურობის მიზანიც ეგ არის რეალურად. კი, ინფლუენსერს მეძახიან, მაგრამ არ ვაღიარებ ჩემს თავს ინფლუენსერად. უანგაროდ ვაკეთებ იმ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ და ერთადერთი კომპანია, რომელთანაც თანამშრომლობდი, იმასთანაც კი გავწყვეტე ჩემი ინიციატივით თანამშრომლობა, იმიტომ რომ ანუ აი ეს ვალდებული ნაწილი ძალიან თრგუნავდა. ოკეი. ასე რომ იმედი ადამიანებს მოეწონებათ ჩემი შენი ჩვენი YouTube არხი და გვიყურებთ. შეუძლიათ კომენტარებში დაგვიწერონ კითხვები. რა თემებზე გაინტერესებთ რომ ვისაუბროთ ხოლმე? მე კი გონებაში ყველაფერი უკვე დავაგებული მაქვს, მაგრამ თქვენი მხრიდან საინტერესო იქნება ჩვენთვის. რა გინდათ რომ ნახოთ, მოისმინოთ, გასწავლოთ, აი ძირითადად როგორ საკითხებში იჭრებით ხოლმე და მე კომენტარებიდან უკვე ავარჩევთ ხოლმე და ჩვენც ერთგვარად დაგვეხმარებით, რომ აი შემდეგი ვიდეო რაზე გადავიღოთ. სულ ეს იყო. შეხვედრამდე და გუსურვეთ წარმატებები. Კი სულ ძალიან დიდი მადლობა.